საქართველოს პრეზიდენტს ვილნიუსში დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს მადლობა იმისათვის, რომ უცხოეთში მისი ერთ-ერთი პირველი ვიზიტისთვის ლიეტუვა აირჩია. შეხვედრებზე ითქვა, რომ ლიეტუვა ყოველთვის იქნება საქართველოს ინტერესების გამტარებელი საერთაშორისო ორგანიზაციებში მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დამცველი. სალომე ზურაბიშვილი დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად კიბერუსაფრთხოების ცენტრში იმყოფებოდა. პრეზიდენტი თბილისში გამომგზავრებამდე ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა. ქეთევან ქარდავა საუბრობს ვილნიუსიდან. ლიეტუვაში ვიზიტის მეორე დღეს დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს კიბერუსაფრთხოების ცენტრში მეგზურობა თავად გაუწია. საქართველოს პრეზიდენტი 4 წლის წინ გახსნილი ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ქართველ სტუმრებს აჩვენეს, თუ როგორ ცდილობს ქვეყანა საფრთხეების ფონზე კიბერუსაფრთხოების დაცვას. ამ სფეროში ლიეტუვა მსოფლიოს მასშტაბით ლიდერადაა აღიარებული და ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსით პირველ ადგილს იკავებს. ოფიციალური მონაცემებით 2018 წელს ლიეტუვაში 55,000 კიბერშეტევა განხორციელდა. რეგიონული ცენტრი მალე კაუნასში გაიხსნება. თავდაცვის მინისტრებმა პრეზიდენტების თანდასწრებით დღეს გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს. იგეგმება კიბერ უსაფრთხოების ბიუროს მომავალში თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობას უკვე მიმდინარე წელს ვიწყებთ, კერძოდ მარტში ერთობლივ სწავლებას ჩავატარებთ, გაუზიარებთ გამოცდილებას ერთმანეთს და რაც ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენთან ერთად იქნება ჩართული აქტიურად ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა. საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ერთად ამ სფეროშიც აქტიურად და ნაყოფიერად ვიმუშავებთ. ერთობლივ წვნას ერთ თვეში დავიწყეთ. საქართველო ასევე იქნება იმ პროექტის ნაწილი, რომელსაც შეერთებულ შტატებთან ერთად ვახორციელებთ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პარტნიორობისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით. დალია გრიბაუსკაიტესთან დამშვიდობების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტმა კვალიფიციური კადრების მნიშვნელობაზე, განათლების სისტემის ხარვეზებზე და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ცოდნის გამოყენებაზე ისაუბრა. დღეს ახლა ქვეყანაში ხვდებით იმას, რომ რეალურად განათლების სისტემა არ არის მორგებული იმ ბაზრის მდგომარეობას, რომელიც არსებობს ქვეყანაში. ანუ ერთის მხრივ არის მაღალი ნამაჩვენებელი უმუშევრობის და მეორეს მხრივ როცა ეძებს თვითონ თქვათ იგივე სახელმწიფო ადმინისტრაციაში ან უცხო ინვესტორი ან საქართველოს ინვესტორი ეძებს კადრებს, იმ კატეგორიის კადრები, რომელსაც ეძებს, ცოტა ძნელი საშოვარი არის. ამიტომ არის აცდენა ბაზრის და მომზადებული კადრების შორის. ლიტვის პრეზიდენტი მეუბნებოდა, რომ დგება 5 საათზე და პირველი შეხვედრა თავის თანამშრომელთან არის 8 საათზე და მე არც 5 საათზე მინდა დგომა, მაგრამ ფიქრობდი, რომ ეს ცოტა ძნელი მისაღწევი არის. სხვა კულტურა არის, გასაგები არის, მაგრამ რაღაც ფორმით მაინც უნდა მივუახლოვდეთ იმას, რაც არის უფრო ეფექტური და უფრო ეფექტური არის დილას ადრე დაწყება და ცოტა გვიან, არც ისე გვიან დამთავრება. პრეზიდენტმა ადმინისტრაციის რეორგანიზაციის პროცესიც ისაუბრა და განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ღია ახალგაზრდებისთვის და სტაჟირების სისტემა მათ საშუალებას მისცემს საკუთარი თავი საჯარო სამსახურში გამოცადონ. საშუალება რომ თავისუფლად ვიმოქმედოთ და როგორც გვინდა ის დავაკომპლექტოთ ადმინისტრაცია ნაკლებად არის, მაგრამ იქნება საშუალებები ასევე სტაჟირების, რომელიც მე მგონი მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ უცხოეთიდან დაბრუნებულმა გაეცნოს თუ როგორი არის ეს ადმინისტრაციული გარემო. პრეზიდენტის გაცნობით და მასთან საუბრით კმაყოფილები დარჩნენ სტუდენტები. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი გეგმა გააცნო. ნიკა ამირგულაშვილი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ნიშნად მარათონის გამართვას და ვილნიუსიდან თბილისამდე ფეხით ჩასვლას აპირებს. სიამოვნებს, როცა ამ ორ ქვეყნის შორის შენდება ხიდები. მე მინდა ვიყო ერთ-ერთი, რომელიც დაეხმარება ამ ხიდის აშენებაში. ამიტომ გადავწყვიტე ვილნიუსიდან ფეხით ჩასვლა თბილისში. ვაპირებ ამას ივნისის თვეში, სადღაც 3 თვე მოუნდები, აგვისტოში ჩავალ.
პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ლიეტუვაში ტელეკომპანია იმედთან შეაფასა ლიეტუვის ელჩმა საქართველოში. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას მხარს უჭერს და მემახსენდება ის გზა, რომელიც ლიეტუვამ გაიარა გასაწევრიანებლად. ერთადერთი გზა, რომ საუკეთესო მოსწავლე იყო კლასში. გაატაროთ რეფორმები, მოახდინოთ მოთხოვნებთან ადაპტაცია და აუცილებლად მიაღწევთ მიზანს. ზოგჯერ გვინდა ეს ძალიან მალე მოხდეს. რეფორმები სასარგებლოა არა მარტო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, არამედ სასარგებლოა ქვეყნისთვის. დადგება პოლიტიკური მომენტი და გახდებით ნატოს და ევროკავშირის სივრცის ნაწილი. საქართველოს მხარდაჭერაზე, ნატოში ასპირანტი ქვეყნის გაწევრიანების აუცილებლობაზე და ღია კარის პოლიტიკაზე საქართველოს ლიეტუველი მეგობრები მომავალ თვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ისაუბრებენ. 3-4 აპრილს ვაშინგტონში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც ორგანიზაციის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს უკავშირდება.